კულტურის ცენტრ ოდიშის სცენაზე რუსთაველის თეატრის მსახიობებმა რობერტ სტურუას სპექტაკლი 12 განრისხებული მამაკაცი ითამაშეს. 12 განრისხებული მამაკაცი რეჯინალდ როუსის ამავე სათაურის ნაწარმოების მიხედვით დაიდგა. ნაფიც მსაჯულებს სასამართლოში მეტად რთული მისია ეკისრებათ და განსაკუთრებით მაშინ, როცა ახალგაზრდა კაცის ბედი წყდება. ნაფიცი მსაჯულებიც ხომ ადამიანები არიან, განსხვავებული აზრებით, შეხედულებებით. ზოგი გულისხმიერია, ზოგი დაუნდობელი. სიმართლის ძიება იოლი როდია და მათი ცხარე კამათიც მხოლოდ ჭეშმარიტების დადგენას ემსახურება. პატარა ბიჭს მკვლელობა ბრალდება. არიან მოწმეებიც, მაგრამ მათ ჩვენებას დამაჯერებლობა აკლია. 11 მსაჯული უკვე მზადაა გამოიტანოს განაჩენი. ბრალდებულ სიკვდილით დასჯიან, რომ არა ნომერი 8. მსაჯული, რომელიც ჯერ აიძულებს სხვებს დაეჭვდნენ თავიანთ არგუმენტებში, მერე კი გადაწყვეტილებასაც შეაცვლევინებს. ყოველთვის ჩნდებიან ადამიანები, რომელთა მისიაც საზოგადოების ნეობრივი გადარჩენა გულგრილობისგან. გაბოროტებული საზოგადოების გადარჩენა, საზოგადოებისა, რომელიც მზადაა თავისი მოუწყობელი ცხოვრება განსხვავებულ ადამიანს დააბრალოს და ამ გზით დამკვიდრდეს. დავით პაპუაშვილმა, ტრისტან სარალიძემ, ბაჩო ჩაჩიბაიამ, თემიკო ჭიჭინაძემ, ლევან ხურციამ, მურმან ჯინორიამ სპექტაკლის ზუგდიდის თეატრს მიუძღვნეს. რეჟისორი და მსახიობები ამბობენ, რომ ამ ქალაქში თეატრის არარსებობა ნამდვილად გულსატკენია. მე მგონია, რომ სირცხვილია, როცა ასეთ ქვეყანაში, როგორც არის საქართველო და კერძოდ ასეთ რეგიონში, როგორც არის სამეგრელო, არ იყოს თეატრი, იმიტომ მეგრელები საერთოდ ნიჭიერი ხალხია და თეატრში ძალიან მაგარი ფიგურები შემატეს ქართულ თეატრის ისტორიას და ხელოვნების ისტორიას და მე მიკვირს, რომ ჩვენი მთავრობა არ აქცევს ამას ყურადღებას ისე როგორც საჭიროა. და შეიძლება ცოტა პროვოკაციურიც იყოს ჩვენი აბტახის გადაცემა მცირეოდენი დახმარების. მაგრამ მე მინდა რომ მიაქციოს სახელმწიფო პოლიტიკოსებმა ყურადღება თუ ხელოვნებას ისინი არ მოუვლიან და მოგესწრება თუ ხელოვნება ეს არის ერის სულის უდიდესი ნაწილი. მაშინ ეს ნიშნავს იმას, რომ ფეხებზე კიდიათ ქართული სული და მეგრული სულიც. არა, რა თქმა უნდა, ქალაქში თეატრი უნდა გქონდეს, ეს აუცილებელია და მნიშვნელოვანია თან ისეთ ქალაქისთვის, როგორც ზუგდიდია, იმიტომ რომ თეატრალური ქალაქია და რამდენი წელია, ხო, თითქმის საუკუნეა ზუგდიდში თეატრი არსებობს, ხო? და ეს აუცილებელია და თუ რამე აქცია, რაღაცა იქნება ჩვენ ყოველთვის დაგიდგებით გვერდში და აუცილებლად ჩამოვალთ და ასე შემდეგ. მე გულისკერილი უნდა გამოვხატო ნამდვილად ასე დაკავშირებით, რომ ჩვენ დღეს ჩამოვედით და ვითამაშეთ არა თეატრში, არამედ რაღაცა კულტურის სახლი, რომლებიც კულტურის სახლი, თუ სწორად ვამბობ. და მე ძალიან დიდი მეც ვიტოვებ, რომ ეს პრობლემა მალე მოგვარდება და შალვადადიანის სახელობის თეატრი თავის საერთო სახელს დაებრუნებს და ეს არა მარტო მსახიობების, არა მარტო რეჟისორების, არამედ ნებისმიერი თითოეული ზუგდიდელის და თითოეული იმ ადამიანის ვალია, ვისაც უყვარს თეატრი და ვისაც უყვარს ხელოვნება. ღონისძიება არასამთავრობო ორგანიზაცია არტ უნივერსალისა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და კულტურის ცენტრ ოდიშის მხარდაჭერით გაიმართა. ორგანიზაციის ხელმძღვანელი ზუგდიდელებს მომავალშიც უამრავ სიურპრიზს თავაზობს. არასამთავრობო ორგანიზაცია არტ უნივერსალმა დაპირება შეასრულა 28 მაისს დავაანონსეთ, რომ ძალიან მალე გვექნებოდა სიურპრიზი, რომელსაც განვახორციელებდით და დღეს სწორედ ამ სიურპრიზს თავაზობთ საზოგადოებას. ეს არის რუსთაველის თეატრის სპექტაკლი 12 განრისხებული მამაკაცი. კვლავ ჩამოვიდა რობერტ სტურუა და 12 უნიკალური მსახიობი და დღეს დარწმუნებული ვარ, ყველა ბედნიერია იმ ფაქტით, რაც ხდება ზუგდიდში. სპექტაკლის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ შეიქმნება თეატრის გადარჩენის ფონდი, რომელსაც არტ უნივერსალის დამფუძნებელი ხატია ჯანაშია უხელმძღვანელებს.